მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ მესამე ეპიზოდში ვისაუბრებთ საქართველოს ისტორიაზე, როგორი იყო ქვეყანა 1970-იან, 80-იან წლებში, საბჭოთა პერიოდის მიწურულს. ასევე ვისაუბრებთ საქართველოს ისტორიაზე, თუ როგორ ხედავენ მას საზღვარგარეთ, დასავლეთში და რა გარემოებაში არის, რა მდგომარეობაში არის ქართული ისტორიოგრაფია, ასევე შევეხებით იმ ქართველოლოგებს ან საერთაშორისო მეცნიერებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ისტორიას, ქართულ პოლიტიკას, სხვადასხვა თემებს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ამ თემისთვის არის შესაბამისი და საუკეთესო მე ვიტყოდი, ეს არის პროფესორი სტივენ ჯონსი. სტივენი ჩემი მეგობარი 1970-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა პირველად თბილისში. ისწავლა ქართული ენა, მოიყვანა ქართველი მეუღლე, მარინა, ჩემი უფროსი მეგობარი ასევე. და გადაწყვიტა, რომ საქართველოს მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის მიწურულიდან 21 საუკუნის დასაწყისამდე ისტორიაზე, დაახლოებით ამ 140 წლის ისტორიაზე დაეწერა 4 ტომეული. ამ ტომებიდან ზოგიერთს აქ ხედავს მაყურებელი პანელებზე და აქ წიგნებათაც არის წარმოდგენილი, ასე რომ ვთქვათ, ამ 4 ტომეულის ბჭყალებში პირველი ტომი არის მისი სადოქტორო დისერტაცია ფაქტობრივად, ხო, სოციალიზმი ქართულ ფერებში, რომელიც ქართულადაც ითარგმნა და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მე მისი მეორე გამოცემის რედაქტორიც ვიყავი და ეს არის 1880-იან წლებიდან 1917 წლამდე ქართულ სოციალ-დემოკრატებზე, ამ რევოლუციურ პერიოდზე. მეორე ტომს ახლა ასრულებს და ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემლობას ჩაბარდება მისი წიგნი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, რომელიც მე ძალიან დეტალურად მაქვს წაკითხული და ძალიანაც მომწონს და ვაფასებ. მადლობა შენ რომ დაგვიწერე ეს წიგნები. მესამე ტომს გადავახტეთ და მისი მეოთხე ტომი არის აი ეს წიგნი საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რომელიც ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა. ხოლო რაც შეეხება მესამე ტომს, ეს არის საბჭოთა საქართველო, რომელიც გამოვა კრებულის სახით და მისი თანარედაქტორები, ჩვენ მეგობარ ირაკლი რამაძესთან ერთად ვიქნებით მე და სტივენი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს წიგნები არის საერთაშორისო მეცნიერების მიერ ყველაზე გამოყენებადი და ყველაზე ციტირებადი. ფაქტობრივად საერთაშორისო მეცნიერება საქართველოს შესახებ, მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია აი ამ წიგნების გარეშე არის წარმოუდგენელი. გარდა ამისა, სტივენი არის შეიძლება თამამად ვთქვათ საქართველოს პატრიოტი. ხო, ერთი რაღაც მინდა გავიხსენო, 1987 წელს იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავი და 87 წელს სტივენს გაუჩნდა ბიჭი, რომელსაც დაარქვა ილია ჭავჭავაძის საპატიოცემლო, თუმცა უფროს ბიჭს ლოურენსთან ერთად თქვია ავთანდილი. ავთანდილ მეუღლეს. ხო, ლოურენს ავთანდილი და ბაბუის სახელი. კი, ბაბუის სახელი. და ფიქრობ, რომ და თამამად შემიძლია თქვა, რომ ცოცხალ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგი მყავს დღეს სტუმრად. მაგაში აკეთან, მაგრამ არა, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე Facebook გვერდი და გამოყვეთ TikTok-ზე. ასევე ორი სიტყვა მხარდამჭერებზე, პოდკასტის მხარდამჭერია პროექტი ერთიანი საქართველო ევროპისთვის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას პარტნიორებთან ერთად კონრად ადენაუერის ფონდი და ეკონომიკური კვლევის ცენტრი EPRC ახორციელებს. ასევე ჩვენი გენერალური სპონსორი არის ვაზისუბნის მამული და ის გვასპინძლობს დღევანდელ ღვინოზე. დღეს ჩვენ გვაქვს
ვაზისუბნის მამულის ხიხვი 2020 წელს ჩამოსხმული. სტივენ ვაზისუბნის მამული სხვათა შორის მე-19 საუკუნეში დაარსა გააშენა უпростоრად თავადმა სულხან ჭავჭავაძემ და აი 2011 წელს აღდგა ეს მეღვინეობა და მოდი აი ამ ხიხვით საქართველოს უთხრათ სადღეგრძელო. მე მინდა საქართველოს უსურო ისეთ სახელმწიფოს აშენება, რომლითაც ვიამაყებთ თვითონ შიგნითაც, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს ქვეყანა, ჩვენ შევქმნით რაღაც. მარტო ღმერთმა კი არ მოგცა და ღმერთმა მოგცა მთავარი რაღაცა ლამაზი ბუნება, მაგრამ დანარჩენია ეს სიმდიდრე, კეთილდღეობა ადამიანების, რომ შევქმნით ჩვენ და ამ ჩვენ ამითი ვამაყობთ. და ასევე იმ საქართველოს გაუმარჯოს, რომელზეც აი შენაირი მეცნიერები ძალიან კარგ რაღაცებს დაწერენ. მოკლედ, გაუმარჯოს ამ ქვეყანას. გაუმარჯოს ამ ქვეყანას. ახლა კიდევ რომ მე კი, ორი სიტყვა. ხო. ნუ საქართველოს კეთილდღეობას გაუმარჯოს. დღევანდელი სიტუაცია ძალიან ძნელია, მაგრამ საქართველოს ყოველთვის ქონდა ესეთი ციდნელები წინ. მე ვუყურებ საქართველოს როგორც სახელმწიფო, რა თქმა უნდა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და სწორედ თქვი, რომ ეს ქვეყანა შექმნილი არის ხალხის მიერ. და ხალხი ახლაც იცავს თავის ქვეყანას. არის იმდენი უფსკული არის ახლა სამსუხაროდ მთავრობის და ხალხის შორის. მე უფრო ვენდობი ხალხს. რა თქმა უნდა. ხო და ამ ხალხს გამარჯოს, რომელიც ახლა და ყოველ ღამე რუსთაველზე არიან. ამ ხალხს გამარჯოს და საქართველოს სახალხო მომავალს გამარჯოს. გაუმარჯოს. კარგი სიტყვა არის. ხო, სტივენ, შეძე იმდენი რამის თქვა შეიძლება, რომ რაღაცები გამორჩა და აი აქ ვეყურებელს, რომ სტივენი არის ჰარვარდში ქართული პროგრამის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დამაარსებელი, რომელიც 2022 წელს დააარსა და მე იქ 2 წელი გავატარე ფაქტობრივად ამ პროგრამაზე. მანამდე 3 უფრო ახლა 20 არა 2 წელი მე გავატარეთ, თორე ესე 3 წელს არის პროგრამა. კი, რა თქმა უნდა. სტივენი 1980-იან წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოქსფორდში, სადაც იყო ვორდროპების ფონდის სტიპენდიანტი. ხო, ვორდროპების ფონდის დახმარებით ისწავლე პირველი ანუ ქართული ენა, მერე პირველი კვლევები და ასე შემდეგ. ეხლა სტივენ, მე მომზადებული მოვედი. მომზადებული მოვედი და რაღაც უნდა წავიკითხო. ეს არის გურამ შარაძის წიგნი, საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე. და აი მომზადებული ხალხ ნამდვილად. კი. ეს არის 291 გვერდი. და ბატონო გურამი ამას წერს 1984 წელს. ანუ ესე იგი ამ დროს მე დაბადებული არ ვარ და შენ კიდე იმ დროს ხარ უფრო ახალგაზრდა ვიდრე ეხლა ვარ მე. აი ესეთ რაღაცას წერს. ლონდონთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰალოუდან დიდი ხანი არ არის, რაც ოქსფორდში გადავიდნენ საცხოვრებლად ახალგაზრდა ინგლისელი ქართველოლოგი, მარჯორი ვორდროპის სახელობის სტიპენდიანტი სტივენ ჯონსი და მისი მეუღლე. თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული მარინე მახარობლიშვილი, რომელთა ჯერჯერობით ერთადერთ ვაჟს ქართველი პატივსაპატივცემულოდ ავთანდილი ჰქვია. ხოლო მეორე სახელად კი ლოურენსი და ნუ ფრჩხილებში ინგლისში საერთოდ ჩვეულებრივია ორმაგი სახელის ტარება. ოქსფორდში ჩემს ჩასვლას დაემთხვა სიძე ქალიშვილთან ავთანდილ მახარობლიშვილის თბილისიდან სტუმრობა. ბატონ ავთანდილთან ოქსფორდში შეხვედრამ, რომელიც საქართველოს კურორტების საპროექტო ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და თბილისიდანაც კარგად ვიცნობდი მასაც და მის მეუღლესაც, ბაბო დოლიძეს.
თბილისის პირველ სამუსიკოს სასწავლებლის პედაგოგს, ხოლო მის ქალიშვილს მარინე მახარობლიშვილის მიერ ოქსფორდში გაწეულმა ქართულმა დიასახლისობამ და ინგლისელი სიძის სტივენ ჯონსის დარბაისტულმა ქართულმა სიტყვა-პასუხმა ისე მომხიბლა, რომ გეოგრაფიული ორიენტაცია სულ დამაკარგინა. სასტუმრო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე იდგა დიმიტრი შოსტაკოვიჩის მიერ მარინა მახარობლიშვილისთვის ნაჩუქარი საკუთარი ფოტოპორტრეტი. ავტოგრაფით ძვირფას მარინე მახარობლიშვილს ჩემგან სახსოვრად დიმიტრი შოსტაკოვიჩი. ამ ოქსფორდულ ინგლისურ ქართულ ოჯახში ორი სასიამოვნო ამბავი მაცნობეს. ერთი, მარინე მახარობლიშვილი ლონდონის კონსერვატორიის ასპირანტი გამხდარა ფორტეპიანოს განხრით, ხოლო სტივენ ჯონსი ლონდონის უნივერსიტეტში მალე დაიცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე ილია ჭავჭავაძე და მე-19 საუკუნის ქართული ინტელიგენციის ისტორია. პრინციპში ეს თემა არც ყოფილა, ხო, მაგრამ ყოფილა, მაგრამ მე ესე იგი უფრო მაინტერესებდა რა თქმა უნდა პირველი რესპუბლიკა, მაგრამ აუცილებლად დაკავშირებული იყო რა თქმა უნდა თერგდალეულებთან და მე-19 საუკუნის ქართული ინტელიგენციასთან. მარინე მახარობლიშვილი პედაგოგიურ და თუ შეიძლება ითქვას პატრიოტულ საქმიანობასაც ეწევა ოქსფორდში. იგი ქართულ ენას ასწავლით და საკმაოდ წარმატებითაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის თანამშრომელს მაიკლ დეილის. კი. რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ქართოლოგია, ხოლო ჩვენთვის კარგად ცნობილმა ოქსფორდში მოღვაწე ქართოლოგმა დევიდ ბარეტმა სიამაყეთა და სიხარულით მაცნობა, რომ იგი ინგლისურად თარგმნის ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის ძველი ქართული ენის გრამატიკას. მოკლედ, ესეთი ამბავი არის, ხო? ეს ისტორია. პირველი კატალოგია ბოდლიონის და ვუდროპის კოლექცია იყო დევიდ ბარეტის. კი, წაკითხული მაქვს. მით ხელმძღვანელობდა 1972 წელს გამოსცა, თუ არ ვცდები და ოქსფორდში მუშაობი კვლევისას მით ხელმძღვანელობდა. სტივენ, აი ეს არის რაღაც აი ამ წიგში რომელიც მე წავიკითხე ხარ ძალიან ახალგაზრდა კაცი 30 წლის 30 ოდნავ გადაშორებული პირველად ჩამოხვედი საქართველოში 1978 წელს ხო 18 წელს კი და ასევე მინდა მაყურებელს უთხრა რომ შენ წერ ეხლა თუ შეიძლება რომ საიდუმლო გავამხილო ან მეცნიერი ხარ, არასდროს რომანი არ დაგიწერია, მაგრამ პირველ რომანს, რომელიც იქნება თბილისზე. კი. თბილისზე, მაგრამ ეს არის ცენტრი ამ რომანის. თბილისში ხდება მოქმედება. თბილისში ხდება, ხო. და იხსენებ თბილისს ისეც და საქართველოს ისეც, როგორიც ნახე აი ამ 70-იან წლების ბოლოს, 80-იან წლების დასაწყისში. აი გაგვიზიარე რაღაც. ეს საკმაოდ რთული ამბავი, მაგრამ მე პირველად ჩამოვედი 78 წელს სექტემბერში, ვემოვასარი აპრილს დემონსტრაცია, ბევრი გავიგე მე ამ წელს ენის დღესთან დაკავშირებით რაც იყო. ხო და ორნი ვიყავით მე და ერთი შოტლანდიელი ბიჭი, მათო ჩვენ ვიყავით იმ დროს საერთოდ იშვიათად იყო უცხოელის დასრება, ესე იგი ცხოვრობა თბილისში. იშვიათობა. ხო და ჩვენ მაშინ სტუდენტები ვიყავით TSU-ში. და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემა სულ განსხვავებული იყო ვიდრე დიდ ბრიტანეთში. და ჩვენ დავდიოდით ლექციებზე აპოლ კიკვიძესთან, რომელიც სტალინისტი იყო, სხვათა შორის არ ვიცი მისი ნაწარმოები, არ წამიკითხავს, მაგრამ ჩვენი ლექცია იყო ესე იგი თანდასრება მასთან თავის კაბინეტში. როგორ კითხულობდა თავის წიგნს? და კითხულობდა თავის წიგნს და ეს იყო ლექცია ჩვენთვის. ძალიან სასაცილო ხარ ჩვენთვის, მაგრამ თანაც მოსაწყენი. იცით იმ წლებში უკვე გზნობდი რომ იყო პრობლემები საბჭოთა კავშირის თქვათ სისტემაში უკვე ხედავდი პრობლემებს და ფიქრობდი აი მაგალითად ხო მე ჩემი წრე იყო სტუდენტების წრე მარინას წრე ძირითადად და
უყურებდა საბჭოთა კავშირის სისტემას, როგორც მოშლილი სისტემა უკვე. არავინ არ სჯეროდა, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი იყო სწორი იდეოლოგია. ხო, არ იყო ეს ლეგიტიმურობა ამ საქართველოს ცოტა ცინიკური დამოკიდებულება ქონდა. ცინიკური და არ მხოლოდ ცინიკური, მაგრამ ჰიუმორი იყო ძალიან განვითარებული. ანეკდოტები და ყველაფერი და ჩემი აზრით ეს უკვე ნიშანი იყო, რომ შიგნიდან, აი ხალხში იყო ეს адам ხადაჩერა ამ სისტემისთვის. უკვე იცოდნენ რომ ეს სისტემა ხალბი იყო. და ეს ძალიან საინტერესო მომენტი ჩემთვის, აი იმპერიაში, როცა იმპერია უკვე კარგავს თავის ლეგიტიმურობა, არ არის თქვათ პირდაპირი ესე იგი შეთავა ხალხისგან, მაგრამ არის ეს ну რა ქვია არავი ლეგიტიმაცია უკვე არ აქვს ხალხისგან. კრება. ხო, ესეც იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო საქართველოში და არა მოსკოვში. მოსკოვი იმ დროს რადგან იმპერიის ცენტრი იყო, უფრო მაგარი იყო და უფრო ფორმალური თავისი თქვათ წესების დაცვა და ასე შემდეგ. საქართველოში თუ განსხვავებული იყო იმ დროსაც, როცა ქართველები და ეს ვიცოდი, რადგან კარგად შიგნიდან ყველაფერს ვუყურებდი, მარინას ოჯახიდან, ოჯახში ვცხოვრობდი და სხვანაირად ვუყურებდი. და მესმოდა თქვათ ანეკდოტები მარინას მამისგან, რომელიც საკმაოდ დიდი პოსტი ჰქონდა. თანამდებობის პირი იყო. მაგრამ ყვებოდა ანეკდოტებს. ანეკდოტებს ამბობდა, აი თავის სამსახურზე, აი ვისთან მუშაობდა და რას აკეთებდნენ. და აშკარად იყო და არასრულებდნენ მოსკოვის ბრძანებებს. თავიანთ რაც საქმეს აკეთებდნენ. ეს არ ნიშნავს რომ ცუდი იყო საქართველოში, არა, მაგრამ ეს იგი ცენტრი უკვე იმდენად ძლიერი არ იყო, რომ ესე იგი დააკონტროლოს ეს პერიფერია საქართველოს. კი. ესეც საინტერესო იყო. აი კიდე ერთი ანეკდოტი, მაშინ იმ დროს რომ გავიდა თბილისიდან დამჭირდა ვიზა. დამოგიგენია. საშვი. ხო. ვიზა, ასე დააკვეს, ვიზა. ესე იგი როგორც თქვენ ვიყავი ჩაკეტილი თბილისში. ხო და ყოველთვის მენდოდა ვიზა, ყოველთვის თხოვლობდი თუ შეიძლება და ყოველთვის უარი მითხრეს. და ბოლოს გადაწყვიტა უვიზო წავა. გაიპარე. ხო, გავიპარე. და ბორჯომში ჩავედი. ხო და რა თქმა უნდა გაიგეს. ხო და მოვედნენ ჩემთან KGB და მითხრეს რომ არალეგალურად აქახარ, ხო? ხო და მე უბრალოდ ვუთხარი რომ ბოდიში ავიცოდი რაღაცა, მაგრამ ქართულად დავიწყე ლაპარაკი. და მიხურებდნენ ასე გაუგნებულად და მითხრეს კაი. აგაიმეოროთ საქსიელი წადი ისევ. ანუ ქართულად რო დაელაპარაკე ამიტომ. ხო, ასე უკვე რაღაცა მოხდა, როცა ქართულად დავიწყე ლაპარაკი. ესეც იყო ნიშანი ჩემთვის, ის იყო რომ არიცავდნენ წესებს თვითონ KGB, ხო? აი გამიშვეს ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ მართლა რაღაცა ანუ ისინი უფრო ქართველები იყვნენ ვიდრე KGB-შნიკები, ასე რომ ვთქვა. ხო. და ეს ყოველთვის ჩანს, რა. ეს ანიშნავს რომ ქართველები როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები კი ასრულებდნენ საბჭოთა კავშირის პოლიტიკას და წესებს, მაგრამ ყოველთვის ეს მომენტები არსებობდნენ, რა. სტივენ, ეხლა მე მინდა კითხო ქართველოლოგიაზე, ხო? ეს ქართველოლოგიის განსაკუთრებით ბრიტანეთში საწყისებ და პრინციპში ბრიტანული ქართველოლოგია ალბათ ყველაზე ძველიც არის, ხო? და
wardrobe-ებით იწყება შეიძლება ითქვას, ხო, რომ ანუ საქართველო არის რაღაცა იმპერიის ცენტრი კი არა და პერიფერია უпростоრად, იმპერიის პერიფერია არის და როგორც ასეთი ცალკე საქართველოს მე-19 საუკუნეში არავინ არ იცნობს, ჩამოდის ეს კაცი ოლივერ ვორდროპი პირველად საქართველოში 1887 წელს, მაშინ 23 წლის ახალგაზრდა ბიჭია. იღბლიანია რომ ხვდება ილია ჭავჭავაძეს და მთერგდალეულებს. კი. მერე მიდის ბრიტანეთში და წერს წიგნს საქართველოს სამეფო, რომელიც ბრიტანეთში გამოიცემა, წაიღებს აქედან წიგნებს და იქ მარჯორი მისი და სწავლობს ქართულს და ეს დაძმა მთელი ცხოვრება ამ თარგმნელობით საქმიანობას ეწევიან, ხშირად დადიან საქართველოში და გარდა ამისა ოლივერ ვორდროპი იყო დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, ანუ დღევანდელი ტერმინით რო ვთქვათ, ელჩი საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში 1919-1920 წლებში და მისი დამსახურება არის საქართველოს დამოუკიდებლობის de facto აღიარება ძალიან დიდ აი 1909 წელს გარდაიცვალა მარჯორი ვორდროპი, სულ ახალგაზრდა იყო მაშინ 40 წლის. და 1909 წელს ოლივერმა მისმა ძმამ, რომელიც ოქსფორდის კურსს დამთავრებული იყო, ოქსფორდში დაარსა ვორდროპის ფონდი და ეს ფონდი უკვე აგერ მუშაობს 116 წელია. ხო და ბევრი ქართოლოლოგი გაზარდა ამ ფონდმა და ერთ-ერთი მათ შორის იყავი შენ, ხო, ერთ-ერთი მოწინავე იყავი მათ შორის შენ, და მაგრამ შენამდე იყვნენ თქვა უფროსი თაობის წარმომადგენლები, დევიდ ბარეტი, მაიკლ დეილი, თუნდაც ახლა ოქსფორდში არა და ამერიკაში რონალდ სუნი, ხო, შეიძლება ითქვას. ანუ საქართველოს სწავლა ამ მერე უკვე საბჭოთა იმპერიას როცა სწავლობენ დასავლელი სოვიეტოლოგები ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც ყურადღება გაამახვილა ამ პატარა რესპუბლიკებზე, საბჭოთა რესპუბლიკებზე და მათ შორის საქართველოზე, მაგრამ იყვნენ ესეთი ადამიანებიც, მათ შორის შენ. და აი ახლა მე მინდა ასევე უკვე შარაძის სხვა წიგნი არის ეს, პატარა ამონარიდი წავიკითხო, ვორდროპები და საქართველო, ეს არის 1891 წელს წერს შარაძე ამას, ესეთი პასაჟი არის. მართლაც მარჯორი და ოლივერ ვორდროპების მიერ დაწყებულ საქმეს დროთა განმავლობაში კეთილი შედეგი მოჰყვა. დღეს ინგლისში ერთ-ერთი ძლიერი ქართოლოგიური სკოლაა შექმნილი. ინგლისელი ქართოლოგები მოღვაწეობენ ლონდონში, ოქსფორდში, გლაზგოში, ჰალში, ედინბურგში. ყველამ კარგად ვიცით დევიდ ლანგის, რობერტ სტივენსონის, დევიდ ბარეტის, კეთრინ ვივიან ეშტონის სახელები. მოდის ახალი თაობა. სტივენ ჯონსის, დონალდ რეიფილდის, ჯორჯ შიუიტის, მაიკლ პარსონსის სახით. დღეს ლონდონის უნივერსიტეტის ასპირანტი სტივენ ჯონსი ინგლისში ჩემი ყოფნის დროს მარჯორი ვორდროპის სახელობის სტიპენდიით ოქსფორდიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში იყო მივლინებული ქართული ხელნაწერების შესასწავლად. ხოლო ამ დღეებში, და გულისხმობს 1991 წლის ნოემბერს, იგი თავის მეუღლით და პატარა ვაჟიშვილით ავთანდილით თბილისს ეწვია. სტივენ ჯონსი მუშაობს სადისერტაციო თემებზე ქართული თარგდალეულების შესახებ და რომელსაც დაიცავს პროფესორ დევიდ ლანგის ხელმძღვანელობით. დონალდ რაიფილდი, რომელიც ლონდონში დედოფალ მერის კოლეჯში მუშაობს და გალაქტიონ ტაბიძის შესანიშნავ თარგმნელად არის ცნობილი. ამჟამად თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს იკვლევს. ხოლო ჯორჯ შიუიტმა სწორედ ოქსფორდში ჩემი ყოფნის დროს მიიღო ადგილი ჰალის უნივერსიტეტში და ბრწყინვალე ქართულით დაწერილი და მანქანაზე დაბეჭდილი ბარათი გამომიგზავნა. ეხლა რა უნდა გკითხო სტივენ? ეს ხალხი, ვისაც ჩამოთვლის, ესე უფროსი თაობა უკვე ცოცხალი აღარ არის. მაგრამ ვისაც ჩამოთვლის აქ შენს მერე ახსენებს დონალდ რეიფილდს და დონალდის შესახებ დიდი ესე იგი სკანდალი და მithმა-მოთქმა იყო რამდენიმე კვირის წინ, ხო, როცა დონალდმა უარი თქვა სახელმწიფო ჯილდოს მიღებაზე ქართული ოცნებიდან, რადგანაც თქვა რომ ეს ქართული ოცნება არღვევს ადამიანის უფლებებს და დონალდთან მე ძველი მეგობრობა მაკავშირებს და
საქართველოს მოყვარულიც არის, პატრიოტიც არის და მართლა ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქართოლოგიის მიმართულებით. ანუ ამ დონალდის კარიერამ თავისი განვითარება ჰპოვა. მეორე ადამიანი, რომელსაც ახსენებს, არის ჯორჯ ჰიუიტი და აქ საინტერესო მომენტი რა არის, იცით რომ ეს წერება 1991 წელს და ამ დროს გურამ შარაძეს, რომელიც ქართველი პატრიოტი ნაციონალისტი არის, აქვს კარგი დამოკიდებულება ჯორჯ ჰიუიტთან, რომელიც შემდეგ 1989 წლის შემდეგ ხდება პროსეპარატისტი, აფხაზების და აფხაზური ნაციონალიზმის პატრიოტი. მაყურებელს მინდა მოკლედ მოუყვე ეს ჰიუიტის შესახებ ისტორია, იმიტომ რომ შეიძლება ყველამ არ იცოდეს, როცა ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო 1989 წლის მარტში აფხაზებმა ლიხნის კრებაზე მიიღეს რეზოლუცია, რომ საქართველოსთან გამოყოფის შესახებ უბრალოდ მიმართვა მიიღეს. შემდეგ ამას მოხდა 9 აპრილის გამოსვლა და ამ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ესეთი კაცი, ახალგაზრდა ბრიტანელი ქართოლოგი ჯორჯ ჰიუიტი, რომელსაც ყავდა აფხაზი მეუღლე. და ჰიუიტმა გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში დაწერა წერილი აფხაზეთის შესახებ, სადაც ის ისავდა აფხაზურ არგუმენტებს და აფხაზურ პოზიციას. ქართველებისთვის ეს იყო რაღაცა მეხის გავარდნასავით, ძალიან მოულოდნელი და შეურაცხყოფელიც, იმიტომ რომ ჯორჯ ჰიუიტს საქართველოში აკეიფებდნენ, პატივს სცემდნენ, რაღაცა ჩვენიანი ეგონათ და უცებ ესეთმა კაცმა აფხაზურ სეპარატისტებს დაუჭირა მხარი და ამის შემდეგ თბილისში პერსონა ნონ გრატა გახდა, მას უპასუხეს ქართული ინტელიგენციის და მეცნიერების წარმომადგენლებმა და მე უკვე არძიბამ ჰიუიტი დანიშნა აფხაზეთის საპატიო კონსულად თუ საპატიო ელჩად ბრიტანეთში, რომელსაც ბრიტანეთი რასაკვირველი არ აღიარებს და ეს ბეჭედიც მისცემდა და რაღაცა ეგრეთ წოდებულ აფხაზურ ვიზებს გასცემდა და ჩამოყალიბდა ეს კაც ქართულობად, ხო? აი სუაში, სადაც ის ასწავლიდა ქართულს, დაიხურა ქართული ენის სწავლება და მან დაწერა 2013 წელს წიგნი Discordant Neighbors, ანუ უთანხმოებაში მყოფი მეზობლები, სადაც აფხაზური პოზიციიდან უტევს ქართულ მხარეს და ესეთი ეპიზოდიც არის, როცა სოხუმში გააკეთა ამ წიგნის პრეზენტაცია, რომ ბრილმა გამოსცა ეს და არავინ არ მიბეჭდავდაო ამ წიგნსო. იმიტომ რომ მეუბნებოდნენ რომ ძალიან ტენდენციური არისო. მე ვიტყოდი არა მხოლოდ ტენდენციური, არამედ არამეცნიერულიც არის, ანტიმეცნიერულიც არის ბევრი მიმართულებით და მეო სანამ ისეთი გამოცემლობა არ ვიპოვე, რომელიც პირველადი სახით დამიბეჭდავდაო და შესწორებებს არ მომთხოვდაო, მანამდე არ დავბეჭდეო და მე ვნახე ეს წიგნის გამოცემის რედაქტორი ვინც არის და რუსი გამოცემის რედაქტორი ყავს. არის ეს ერთი მიმართულება, ვთქვათ, რომელიც სადაც ეს დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მეორე მხრივ არიან საქართველოს შემსწავლელი ადამიანები, როგორც შენ ხარ და კიდე არის სხვა არაერთი, რომლებმაც ობიექტურად ისწავლეს საქართველოს პოლიტიკა, ისტორია. აი, შენ რას მეტყოდი ქართოლოგიის ისტორიაზე, აი შენ თვალით დანახული, საქართველოს როგორ ჩანს აი ამ ბოლო 10 წლეულების მანძილზე და დღეს, როგორ ჩანს უცხოელი მეცნიერების თვალით. კი, ეს ქართველოლოგიის ტრადიცია უფრო ძლიერი იყო საფრანგეთში ვიდრე ინგლისში. რადგან ქართველები დასახლდნენ ემიგრაცია იქ პარიზში და განსაკუთრებით ლევილში, პატარა სოფელში, რომელიც პარიზთან ახლოს არის, სადაც არის ქართული ცენტრი და ბევრი ქართველოლოგი იქ დაიბადა და გაგზელდა თავიანთი საქმე საქართველოს ისტორიაზე და პოლიტიკაზე. ინგლისში ცუცვა იყო, მაგრამ მაინც აი როგორც შენ ამბობ ვორდროპის შემდეგ იყო ეს ტრადიცია. რომ უნდა იყოს რაღაც შესწავლა, ესე იგი სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესწავლა
და იყო ეთი კაცი მაგალითად რომ ალბათ შენ კარგად იცი არის W.E.D. Allen რომელიც ირლანდელი იყო წარმოშობით და ამიტომ რაღაც სიმპათია ჰქონდა საქართველოსადმი რადგან თვითონ იგრძნო ეს პრობლემა როცა პატარა ერი ხართ და დაჩაგრული ხართ სხვა დიდი ქვეყნის მიერ და იმან დაწერა ძალიან კარგი ციგნი საქართველოს ისტორიაზე რომელიც თავდება მე-18 საუკუნის დასაწყისში აი როცა უკვე რუსეთი შემოვიდა ხო და ეს მაგას ქონდა დიდი გავლენა ჩემზე ეს ციგნი კი ალენს იმიტომ არა მხოლოდ დეტალურად და ძალიან დიდი სიმპათიით არის დაწერილი საქართველოს პრობლემებზე, როგორც პატარა ქვეყანა და გარემო, ესე იგი, გარშემო არის უამრავი threat, ქართულად საფრთხე, მუქარა, ხო. და როგორც ირლანდიაში, ნუ იცოდა ეს მდგომარეობა. ხო და თანაც ძალიან კარგი პროზით იყო დაწერილი. და ოლივერს წერს თავის წიგნებს იმდენად როგორც მეცნიერი არა, უფრო როგორც თარგმნელი. თარგმნელი არა, უფრო როგორც პოპულარიზატორი, ხო. მერე კი, ნუ მე როცა დავიწყე ჩემი ასე იგი მუშაობა საქართველოზე, უკვე არსებობდა რაღაც პატარა წრე, თამარა დრაგაძე იყო, დონალდ იყო, ჯორჯ შიუიტ იყო, დეივიდ ლანგი იყო. დეივიდ ლანგი იყო ჩემი პროფესორი. და მინდოდა მასთან ენის შესწავლა, მაგრამ გამოვიდა, იმიტომ ყოველთვის როცა დავდიოდი მასთან ერთხელ კვირაში ენის შესწავლად მითხრა მიჩევნია ბაღში წავიდეთ და დავლიოთ რამე და მე გეტყვით საქართველოს შესახებ ამ რაც და ამიტომ ამისავლია ენა მასთან მაგრამ ძალიან ბევრი ვისწავლე ნუ საქართველოს თანამედროვე პრობლემებზე გამოდის მერე რომ დეივიდ ლანგი იყო KGB-სთან დაკავშირებული KGB-ს აგენტი იყო მაშინ რა თქმა ვიცოდით რთული კაცი იყო ვთქვათ მაგრამ ეს ძალიან სასაცილო იყო იმიტომ ამ პატარა წრეში ნუ 4-5 ვიყავით რა იყო მაინც განხეთქილებები დავები ხანდახან ძალიან სერიოზული და პერსონალური მაგალითები აი რა მაგალითები არის ჯორჯ შიუიტი და ჩემ შორის ან დონალდ რეიფილდ და ჯორჯ შიუიტი და დონალდ რეიფილდ შორის ნუ რადგან ჯორჯ სხვათა შორის ჯორჯ ნუ იყო ძალიან ანტიკათოლიკე მერე აი როცა დაწერა ეს სტატია ლიტერატურულ საქართველოში ნუ რა თქმა უნდა იყო კრიტიკა საქართველოსი და მისაღები იყო მე მგონი იმ დროს მერე როცა უკვე დაიწყო ეს თქვათ ეს დავა ჯორჯს და ქართველების შორის ჯორჯ უკვე წავიდა სადმე სხვა და დაკარგა თავისი თქვათ სერიოზული კრიტიკა და უკვე სამწუხაროდ პროპაგანდისტი გახდა ხო მაგრამ იმ დროს 89 წელს როცა დაწერა სტატია ნუ იყო რაღაცა საინტერესო შენიშვნები მაგაში რომელიც მისაღები იყო ქართველებისთვის მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ესეთი დაძაბული დრო იყო როცა საქართველოს ბედი იყო ქართველების თქვათ ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა ურთიერთობა აფხაზებთან იმიტომ აფხაზებს უკვე უნდოდა და აშკარად იყო მანამდე რომ უნდოდათ რაღაც სეპარატიზმი და გასვლა მაგრამ
მე ძალიან ვამახობ რომ იმ დროს დონალდთან ერთად მუშაობდი, იმიტომ დონალდ უფროსი, ჩემი უფროსი და მართლა ძალიან ლიჩიერი კაცი, ენები კარგად იცის რუსული, ქართული რა თქმა უნდა, გადაგთაბნა გალაქტიონი და მე დაწერეს ძალიან კარგი წიგნი საქართველოს ლიტერატურული ისტორიის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი წიგნი არის ამ თემაზე. თამარა დრაგაძეც იყო მაშინ მე და თამარა ერთად დავიწყეთ Georgian Studies Day. იყო ყოველ წელიწადში ჩვენ გქონდა ერთი დღე, როცა დაპატიჯე, ვინც იყო, მაგრამ ცოტანი ვიყავით იმ დროს. რომელიც ინტერესი ჰქონდა საქართველოსით. ხო და ეს დავიწყეთ 80-იანი წლების დასაწყისში, ნახავს. და ახალ სხვათა შორის გრძელდება. მაგრამ ჩემთვის იმ დროს აი წყაროების შოვნა ძნელი იყო. იმიტომ არქივები დაკეთილი. არ უშვებდნენ, ქართველებსაც არ უშვებდნენ რა თუ უცხოელებს. ხო, ძალიან ძნელი იყო და ამიტომ ჩემი დისერტაცია ჩემი აზრით საკმაოდ სუსტი იყო. ახლა მადლობა მეც ახლა არქივებში შემეძლია, შემეძლო, ახლაც დახურულია სხვათა შორის ზოგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი დახურეს, ეროვნულ არქივში რიგ ფონდებზე წნომა შეზღუდულია, მოკლედ ეს საბჭოთა კავშირი ბრუნდება. ხო. ერთი ორი წყარო იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ გადაწყვიტე რომ მე მუშაობა პირველ რესპუბლიკაზე. ეს იყო გაზეთები საჯარო ბიბლიოთეკაში. სოციალ-დემოკრატიის გაზეთები, რომელიც ძალიან დიდრული კოლექცია აქვს საჯარო ბიბლიოთეკას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თანამშრომლები საჯარო ბიბლიოთეკაში მეხმარებოდნენ. თავი ცოტა რისკიანი იყო მათთვის. იმიტომ მაძლევდნენ ასეთ გაზეთებს, რომელიც ანტიბოლშევიკური გაზეთები იყვნენ და ასე შემდეგ. და მეორე წყარო იყო ლევილ, რომელიც იყო ადგილი, სადაც ბევრი ქართველი იყო, ცხოვრობდა შატოში, სადაც ეს იყო ქართული საზოგადოების ცენტრი საფრანგეთში. და იქ იყო ძალიან ბევრი საინტერესო მასალა, გაზეთები, დოკუმენტები, წიგნები, ნოე ჟორდანიას პირადული ბიბლიოთეკა იყო იქ. და ძალიან ბევრი საინტერესო მასალა. და ბოლოს იყო მესამე წყარო, ეს იყო ჰარვარდში. და იქიდან დავიწყე ჩემი კავშირი ჰარვარდთან, იმიტომ ჰოუთონის ბიბლიოთეკაში არის, როგორც შენ იცი, პირველი რესპუბლიკის არქივი. ესე იგი სრულყოფილი თითქმის სრულყოფილი არქივი. ხო და 80 წელს წავედი იქ და მუშაობდი ამ არქივში და აი აქ შარაძე რასაც აწერს, აი აქ არის. მე რო 81 წელს იქ იყავი ჰარვარდში ამის საკვლევად, ხო? ხო, კი. და ამ 60 წყაროდან, თქვათ, საჯარო ბიბლიოთეკიდან, მე ჰარვარდიდან და ლევილიდან დავიწყე მუშაობა ამ წყაროებით და ეს იყო ჩემი დისერტაციის საგანი. და რატომ? ახლა გეტყვით, ჩემი ინტერესებით დაიწყო ეს მუშაობა, იმიტომ იმ დროს როგორც შენ ამბობ, არავითარი ინტერესი არ იყო საქართველოსით. დაკაგული იყო, დავიწყებული იყო, არვინ არ იცოდა რა იყო. და მეცნიერები იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ეს პრობლემა, ეს ეროვნული პრობლემა, თქვათ, საბჭოთა კავშირში დამთავრებული იყო. და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ატომური იარაღის გავრცელება. იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა კავშირმა დაარეგულირა ეროვნებათა პრობლემა. ესე ფიქრობდნენ. ასე ფიქრობდნენ. ძალიან იშვიათობა იყო კაცი, რომელიც უნდათ შესავლა მწირე ეროვნებების ისტორია და პოლიტიკა.
და ამიტომ როცა მე მივედი British Council ბრიტანეთის საბჭოში და ვუთხარით რომ მაინტერესებს საქართველოს გაუგნებულები იყვნენ, იმიტომ მეუბნებოდნენ პირდაპირ რომ რატომ? იმიტომ თუ გინდა კარიერა აკადემიაში, ხო? ეს არის უკვე ვინ იცის საქართველოს შენ უნდა იცავლო სხვა საგანი, რომელიც უფრო გავსელებული და საინტერესო აკადემიისთვის და არა თქვა ეს პატარა ქვეყანა. მაინც გავაგზავნე და რა თქმა უნდა როცა გორბაჩოვი მოვიდა უფლებამოსილებაში სიტუაცია სრულიად შეიცვალა. იმიტომ ნაციონალიზმი დაიწყო და ამერიკაში მაშინ სახელმწიფოს დეპარტამენტში აცეთი კაცი არ იყო, რომელიც ექსპერტი იყო, რომელიც ექსპერტი იყო საქართველოს. ერთ რაღაცას დავამატებ, მათ რონალდ სუნი ჩვენი უფროსი მეგობარი მიყვებოდა ეს ისტორიას. რონალდი არის მარქსისტი. ხო? არის მარქსისტი. რონალდი მარქსისტი არის და მაგრამ მისი დაწერილი არის The Making of the Georgian Nation, ანუ ქართველი ერის შექმნა. კი. და ესე მითხრა რომ 90-იან წლების დასაწყისშიო CIA-ში, ანუ დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოშიო მეო მარქსისტს მიბარებდნენ ხოლმე რომ მომეყოლა საქართველოს შესახებ რამეო, იმიტომ რომ არავინ არ ყავდა თუ აბსოლუტურად არავინ აზრზე არ იყო რა არის საქართველო რა ხდება ამ ქვეყანაში და მე მეკითხებოდნენ ხოლმე ამაქსო მარქსისტს კაცო ხო ეს ის იყო რა ქვია ძალიან უსაური ამბავი იყო სტივენ კიდე ერთი რაღაცა მინდა ახლა გკითხო ხო ეს ისტორია მაგრამ აი დღესაც არიან ადამიანები რომლებიც საქართველოს ან იკვლევენ ან წერენ საქართველოში ერთ სამწუხარო რაღაც მინდა ვთქვა რომ შენგან განსხვავებით ძალიან ცოტა არის ადამიანი რომელიც საქართველოზე წერს და ქართულად კვლევა შეუძლია იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია დეტალურად იკვლიო ერის პოლიტიკა და ისტორია მისი ენის სოდნის გარეშე ანუ საზოგადოებას ვერ გაიგებ ასნაირად ხო არიან ადამიანები რომლებიც აი ამ იმპერიის პრიზმაში უყურებენ აი ხა დღეს ამოვიდნენ ადამიანები ნუს იმპერიის პრიზმაში უყურებენ ისევ საქართველოს და აი მაგალითად დღევანდელი ხელისუფლება ქართული ოცნება ხშირად და მისი პროპაგანდისტული არხები ხშირად ციტირებენ ხოლმე ისეთ ხალხს როგორიც არის ჯეფრი საქსი ჯონ მარშაიმერი რომლებიც არიან ნეორეალისტები, ხო? ნეორეალისტური სკოლის წარმომადგენლები, ხა მაყურებლისთვის რო ახსნათ ეს არის რა არის საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალური ინტერნაციონალიზმი და რეალიზმი. ლიბერალური ინტერნაციონალიზმი მეორენაირად არის უილსონიანიზმის სახელით ცნობილი, ეს შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დაარსდა ერთა ლიგა და მაშინ ამ ერთა ლიგის წესდების მიხედვით ყველა სახელმწიფოს ეს იქნებოდა ისეთ პატარა როგორც არის ლუქსემბურგი თუ ისეთ დიდი იმპერია როგორც იყო ბრიტანეთის ყველას უნდა ქონოდა თითო ხმა და ხელშეუხებელი იყო საზღვრები საერთაშორისო აღიარებული საზღვრები სუვერენიტეტი და იძლეოდა ერთად თვითგამორკვევის უფლებას ერთ სიტყვით პატარა ერებს არსებობის უფლება გაუჩნდათ მას შემდეგ რაც პირველი პოსტპირველი ომის პერიოდში და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართალი დაეფუძნა ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს, ხო? მანამდე ჩვენ გქონდა რეალიზმზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი, სადაც დიდის მიერ პატარის დაპყრობა იყო ლეგალური აქტი. შესაბამისად, ისეთ პატარი ქვეყნები, როგორც იყო საქართველო, იყვნენ დაპყრობილები და მსოფლიოში დღეს უარი 200 სახელმწიფო, მაშინ იყო 40 სახელმწიფო. დაახლოებით, ხო? და აი ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, პუტინი რასაც აკეთებს რუსეთში თუნდაც ტრამპი ამერიკაში ეს არის ნეორეალიზმზე დაფუძნებული ხედვები, სადაც ძლიერ შეუძლია პატარა დაიპყროს და ამისი ნორმალიზაცია მოხდეს, ხო? ასეთ შემთხვევაში საქართველოს უბრალოდ გაქრება, ხო? და აი ამ სკოლას, ნეორეალიზმის სკოლას ყავს თავისი, ასე რომ ვთქვათ, რუპორები, როგორც არის აი მარშაიმერი, საქსი და სხვები. და აი ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანები აი ამ ხალხს მარშაიმერს და საქსს
რომლებიც აი ძალსახად ანტიქართულ რაღაცებს ამბობენ, ციტირებენ და იყენებენ აი ამ დისკურსის შესაქმნელად ქვეყნის შიგნით. სტივენ, აი რას სიტყოდი, აი საქართველოს შესახებ ყველა ახალ ამბობს თვალს ადევნებ არა? და აი საერთაშორისო დისკურსზე, რომელიც საქართველოს შესახებ არის, აი ამ სპიკერებზე, საერთაშორისო გამოცემებზე, რა ხალხია, ვინ ლაპარაკობს საქართველოს შესახებ და ვინ არიან ესენი? სწორი ხარ, რომ არის ასეთი ტენდენცია, ყოველთვის იყო სხვათა შორის ამერიკაში, რადგან დიდი ქვეყანა და ბატონობს სოფლიოში, რომ მწირე ქვეყნები ცოტა ზედმეტია. იმიტომ მათი პოლიტიკა იყო ძალიან დიდ მასშტაბური და გლობალური, ხო? და თანაც დაიწყო ეს ტენდენცია საერთაშორისო ურთიერთობებში, ესე ნეორეალიზმის ესე იგი პოლიტიკა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის გამარტივებული, ძალიან ზედაპირული ხედვა საერთაშორისო პოლიტიკის. იმიტომ არ რეალისტურია. რეალიზმი ყია, მაგრამ სინამდვილეში არ არის რეალიზმი. არის უბრალოდ გამართლება დიდი ქვეყნების უფლება სოფლიოში. სამსუხაროდ ეს ტენდენცია დაბრუნდა. იმიტომ როგორც ჩვენ ვიცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როცა იყო ლიბერალური ინტერნაციონალიზმი, ეს იყო ყველაზე დიდი დაცვა პატარა ერებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი. რომელიც დაიწყო თვაც ვილსონის დროიდან, ხო, პირველი ომის შემდეგ. მაგრამ თვითონ ახლა ტრამპ ამბობს, რომ ჩვენ გვინდა გრინლანდი, ჩვენ გვინდა პანამა და ასე შემდეგ. ეს ემთხვევა რუსეთის პოლიტიკას, ჩინეთის და ასე შემდეგ. და პატარა ერები სად არიან ახლა? ხო? ძალიან საშიში პერიოდი ახლა საქართველოსთვის, სომხეთისთვის, განსაკუთრებით, იმიტომ ძალიან ზვალებადი სიტუაცია ახლა სამხრეთ კავკასიაში და გამოდის, რომ ალბათ სასომხეთი იქნება მართო, როგორც პროევროპული ქვეყანა და ალბათ არ აგადარჩება. ეს გაუჭირდება გადარჩენა, რა თქმა უნდა. გადარჩენა. ხო და და ეს ერთია. მეორე შენ მკითხე, აი როგორი მდგომარეობა ახლა თქვათ ესე იგი მეცნიერულ სტრეებში, აი ურთიერთობა ან ესე იგი ხედვა პატარა ერებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, ხო? სიმართლე რომ გითხრათ, აი როცა მე ვადარებ დღევანდელ სწავლას საქართველოზე, წინა პერიოდზე, როცა მე დავეწყე ყველა აი ჩემი მუშაობა გაცილებით უკეთესია. ახლა. იმიტომ არის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში, რომელიც წინათ აკრძალული იყო, ხო? ძალიან ძნელი იყო. საქართველოს წამოადგენს ძალიან საინტერესო ქვეყანა პოლიტოლოგისთვის და ისტორიკოსისთვის, იმიტომ არის მრავალფეროვანი ქვეყანა თავისი პრობლემები მწირე ეროვნებებთან, არის ქვეყანა, რომელიც აშენებს დემოკრატიას. უკვე აღარ ალბათ. ალბათ უკვე არა, მაგრამ იყო პერიოდი. არის ქვეყანა, რომელიც პერიფერიაში ცხოვრობს და უჭიეს თქვათ ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან, დიდ სახელმწიფოებთან, ხო და ხო და ამიტომ მე მაინც იმედით ვარ ახლა მე ვიყავი ახლა უკვე არა ვარ, მაგრამ დირექტორი ვიყავი ქართული პროგრამა ჰარვარდში, სადაც ჩვენ გვინდა შექმნა ახალგაზრდა თაობა ამერიკაში, ამერიკელების თაობა, რომელიც სწავლობს საქართველოს და რომელიც იყენებს საქართველოს გამოცდილება თავიანთ
პუბლიკაციებში, ხო? და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ გვაქვს უკვე ეს პატარა სრე ქართველოგების, რომელიც იზრდება ახლა ამერიკაში და ინგლისშიც ვათაშორის და ძალიან საინტერესო თემები აქვს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც უფრო ალბათ დაინტერესებულები არიან საქართველოს შინაგანი პრობლემებით, ვიდრე თქვათ ეს გეოპოლიტიკა და ასე შემდეგ. აი ამ ხრივ მე მადლობელი ვარ, რომ ჩვენ ბიძგი მივეციამ მოძრაობას ახალგაზრდებში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რადგან ახლა სიტუაცია შეიცვალა არ მხოლოდ საქართველოში, სადაც ახლა ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რომელიც დასავლეთიდან ჩამოდის, ხო, უფრო ძნელი ახლა არქივებში მუშაობა, უკვე დახურული სიტუაცია არის ახლა მეცნიერებისთვის, არ მხოლოდ დასავლელისთვის, მაგრამ ქართველისთვის, ხო? ესეც პრობლემა, რა თქმა უნდა. და ეს ფილოსოფია, ეს გეოპოლიტიკური ფილოსოფია, რომ დიდ ქვეყნებს აქვთ უფლება უკვე, რომ ესე იგი ბატონობდეს სოფლიოში, ესეც ძალიან ცუდი ეტაპი ახლა ჩვენ პოლიტიკაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენი ცენტრი, ჩვენი ქართული ცენტრი ჰარვარდში, მე მგონი კარგ რაღაცებს აკეთებს, იმიტომ აძლევს საშუალებას ახალგაზრდა მეცნიერებს ამერიკაში და არ მხოლოდ სხვადასხვა შენ ხარ მაგალითი, ჩვენ პატიჟობ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰარვარდში და არის გაცვლა-გამოცვლა, იდეების, მოსაზრების ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი მეცნიერებისთვის, იმიტომ აუცილებელი არის ქართული მეცნიერების კავშირი დასავლურ თქვათ მეცნიერებთან, ხო? იმიტომ აგინდა რომ იზოლაციაში დარჩეს. ხო და ჩვენ ვაგზავნებ ამ საქმეს. მაგრამ აი როგორც გითხარი, კაცლებით უფრო საინტერესო, უფრო გავრცელებული ეს სწავლა საქართველოს პოლიტიკაზე და ისტორიაზე ვიდრე იყო. ესეც დადებითი მაინც. ეხლა მე მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო, მე ოქსფორდში ვიყავი, პოსტდოქტორანტი 1 წლის განმავლობაში 2018 წელს და სენტ-ენტონის კოლეჯი. სენტ-ენტონის კოლეჯს აქვს ორშაბათის სემინარების სერია, სადაც სემესტრის განმავლობაში ყოველ ორშაბათს რაღაცა მნიშვნელოვანი მოხსენება კეთდება და მერე პროფესორები მიდიან ძალიან ფორმალურ ვახშამზე, სადაც მანტიები აცვიათ და ესეთი ძალიან ფორმალური შეხვედრა არის, სადაც აი ხუმრობებიც კი ფორმალურია ხოლმე. და 2018 წელს ერთ-ერთ ასეთ ვახშამზე მოხვდი ერთ-ერთ პროფესორთან ერთად, რომელიც იმ დღეს გავიცანე. ეს კაცი მეუბნება, რომ რაღაცა ისტორია გინდა რომ გითხრა საქართველოს შესახებ და აი ამ ფორმალურ ვახშამზე რომ უცნობი კაცი ყველას გასაგონად ამას გეუბნება, ცოტა მოულოდნელი არის. მაგრამ უნდა აშკარად რაღაცის თქვა და კარგი მომიყევი მეუბნება. გაიხსენა ესეთი ისტორია, რომ 2012 წელს ჩამოსული ვიყავით საქართველოში, აი წინასაარჩევნო პერიოდი არის 2012 წლის, სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვა და მე და ჩემი ერთი კოლეგა და ვიცი ვინც არის მეორე კოლეგა, შევხვდით ბიძინა ივანიშვილსო. ივანიშვილმა გვითხრაო, რომ აი აქ ქართოლოგიური ცენტრის დაარსება მინდა ჰარვარდში, ოქსფორდში და რა არის ამის საჭირო, თუ არ ვცდები 7 მილიონი ფუნტზე იყო საუბარი და კი რაზეა საუბარი, ჩვენ ამას ყველაფერს გადავიხდით, მოკლედ მოგცა ესეთი პირობაო. მაგრამ ჩვენ დაუშვით შეცდომაო და მე ვკითხე, რომ რა შეცდომა დაუშვით? იმიტომ რომ იმან ჯერ რაღაცეები გთხოვაო და ის თხოვნა შეუსრულეთო. როგორც ჩანს, შეიძლება ეს იყო რაღაცა მედიატორობა შეხვედრებში, ვთქვათ, ბრიტანელ პარლამენტარებთან ან მინისტრებთან, იმიტომ რომ ოქსფორდის პროფესორებს დიდი წონა აქვთ და ამის შემდეგ მას უნდა დაეფინანსებინა ქართული ცენტრის შექმნა ოქსფორდში. და გადაგვაგდო
ბიზნესს გადაგვაგდოდა. ამის შემდეგ 2013 წელს თუ არ ვცდები, იწყება ეს შენი ისტორია, როცა უკვე შენ ხვდები ბიძინა ივანიშვილს და მას თავაზობ ჰარვარდში ქართოლოგიური ცენტრის შექმნას და მგონი ისტორია ძალიან მსგავსი არის. არის. ჩვენ ძალიან იმედიანები ვიყავით, იმიტომ მიგვიყო თავის სასახლეში, თბილისში, და ძალიან სიგი გულღია იყო ურთიერთობაში და მაშინვე როცა შევედით ამ ოთახში, ხო, აი 5 წუთის შემდეგ მოგხსენო, ასე თქვა, მოგცემთ ამ ფულს დავაფინანსებ. მოგხსენთო, იმიტომ თვითონ ალბათ გაიგო რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო საქართველოსთვის, არა მხოლოდ თქვა თავრობისთვის და საქართველოსთვის ხო. მაგრამ ნუ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის იგი ვახსენებდი მას რომ ხომ დაგფირდით რომ იქნება რაღაც თანხა ჩვენთვის რომ დავიწყო ეს პროგრამა. არაფერი ამოვედა, რა თქმა უნდა. და ნუ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ თავი დავანებეთ, იმიტომ აი ასეთი ქართული პროგრამის დაწყება ძალიან, ნუ სჭირდება დიდი ფული. და სამწუხაროდ ფონდებიდან ამერიკაში არაფერი მივიღეთ. ხო და ძალიან იმედდაცრუებული ვიყავით და აგვეგონა რომ იქნებოდა ეს ცენტრი, მაგრამ ნუ ეხო მე შემომთავაზობა მიშა ჩქენკელიდან, მიშა ჩქენკელი განათლების მინისტრი იყო და მანამდე მე ვიცნობდი, იმიტომ იყო პროფესორი Williams College-ში და მე ვიყავი მაშინ იმ დროს Mount Holyoke College-ში. გვერდ არის. აი ჩვენ მეგობრები ვიყავით, ურთიერთობა ჰქონდა და მაშხოს ეს მეგონი 21 წელსში იყო დამირეკა და მითხრა გთავაზობთ ფულს. ოღონდ ეს არის საქართველოს ბიუჯეტის ფული უკვე და არა ივანიშვილის ბიუჯეტის ფული. და ჩვენ კი დავთანხმდით მაშინვე, მაგრამ ჩვენ ვუთხარით რომ რამდენიმე პირობები უნდა იყოს. იმიტომ თუ ჩვენ მხოლოდ მივიღებ ამ ფულს ჩვენ ვერ შევასრულებ თავრობის თქვათ ბრძანებებს ამ ანუ პროპაგანდის მანქანა ვერ იქნება ეს პროგრამა. ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი აკადემიური პროგრამა, რომელიც ასრულებს თავის დავალებებს. ხო და დათანხმდნენ პრაქტიკულად, იმიტომ ჩვენ გქონდა მაშინ ჰარვარდში ჩვენი ადვოკატები, რომელიც ძალიან დეტალურად ამოწმებდა კონტრაქტს და აი ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მაინც როგორც პროგრამა მიუხედავად იმისა რომ დაფინანსებული იყო მთავრობის მიერ, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დავალება როგორც დამოუკიდებელი პროგრამა, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ კრიტიკული იყო მთავრობისადმი. იმიტომ ეს ჩვენი დავალება იყო, იმიტომ ჩვენ ვუხურებ ჩვენ გვინდა საქართველოს კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, მაგრამ თანაც ვაკრიტიკებ, რაც ცუდია, რაც ამუშავებს საქართველოში. მაგრამ ახლა ფული თავდება და ნუ ჩვენ ახლა უნდა მოძებნო და ვიპოვო სხვა მსხალობი ჩვენი პროგრამისთვის ახლა წელს აკავა ამ მიზეზით პრაქტიკულად. მე ვეუბნები მათ, ვინც ხდები ახლა, ვინც შეუძლია თქვათ სპონსორობა, რომ ეს ძალიან მდგომარეობა ახლა საქართველოში, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის და ვთხილობ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვეუბნები მათ, რომ ეს არის საქართველოს მომავალისთვის, იმიტომ ახლა მთავრობაში ამერიკაში საქართველოს არ ჩანს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც არის მეცნიერული მუშაობა საქართველოს ისტორიაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე და ყველაფერზე, არის ჰარვარდი.
ენა შეგიძლია ისწავლო ენა ჰარვარდში ჩვენ უკვე რა დაახლოებით 30 კაცი დაამთავრა კურსები ენის კურსები ჰარვარდში მზია შანავასთან ხოდა ეს ჩვენთვის დანიშნულოვანი მე მგონი ივანიშვილი არის სოფლიო ისტორიაში ერთადერთი კაცი, რომელსაც ერთად ყავს გადაგდებული ჰარვარდი და ოქსფორდი. შეიძლება მეორე ეგეთი არ იყოს ჰარვარდი და ოქსფორდი, რომ ერთად გადააგდო ადამიანმა. კი, ეს არჩეულებრივი პროგრამა არის და ეს მეცნიერები, ახლა მე ესე ვიტყოდი რა, რომ აი როგორც თქვა, ჩვენი შემთხვევა როგორიც იყო, ხო? რომ თუ გამოზდი ერთ ქართველოლოგს, მერე ის მთელი ცხოვრება, მთელი რაც 50 წლიანი კარიერის მანძილზე თვითონ თავისით მუშაობს საქართველოს და სადაც მიდის ყველგან არის, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ელჩი. ხო? აი მე ახლა გავიხსენებდი რიჩარდ ჰოვანესიანი ჩვენი უფროსი მეგობარი მიყვებოდა გარდაცვლილი, რომ როცა ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზეო, ბერკლის, ეს უბრალოდ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში სულ რაღაც 10-ოდე წიგნი არსებობდა, რომელიც სომხეთს ახსენებდა დასავლურ მეცნიერებაში და აი დავაარსეთ ეს Armenian Studies, სომხეთის შესწავლის მიმართულება და ეხლა მისი რიშარდის მოსწავლეები, გაბნეულები არიან მთელი ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ახლა უკვე ასეულობით უმაღლესი დონის წიგნი აქვს ამერიკელ სომეხ მეცნიერების გამოცემული და ამ ხრივ ჩვენ ეს საქმე ჯერ კიდევ დასაწყები გვაქვს და აი ეს ვთქვათ ჰარვარდის სკოლა იგივე ოქსფორდში საქართველოს შესწავლის მიმართულება თუ არ განვითარდა ეს ვერ მოხდება აქ. აი აქ მინდა გკითხო ესეთი რამს სტივენ. ქართული ისტორიოგრაფიის, აი ქართული ისტორიოგრაფიის მდგომარეობა, ხო? და შესწავლის სახით მე თვითონაც ვიტყვი რომ ისტორია, ხშირად გქონიათ რაღაცა ამბების მოყოლა. ხო და არა მეცნიერება, არამედ რომელზეც ისტორიაზე შეიძლება ყველამ ისე გეკამათოს, რომ გეგონება პროფესორი იყოს ახლა. თქო, კარდიოქირურგიაზე ადამიანი და ისეთ რთულ პროფესიებზე არ გეკამათებიან, რა კვანტურ ფიზიკაზე ახლა კვანტური ფიზიკის პროფესორს არავინ არ ეკამათება, მაგრამ აი ისტორიაზე თავმოდ გეკამათება ყველა, იმიტომ რომ ეს მეცნიერება იმდენად არ გონიათ, რამდენადაც გონიათ რაღაცა ამბები. არ და ისტორიოგრაფია არის მეცნიერება, გლობალური მეცნიერება არის, რომელიც ვითარდება და თუ ეს ცოდნა, როგორც ვთქვათ, მედიცინაში, ტექნოლოგიაში ეს ცოდნა შემოგვაქვს, ხო, საქართველოში და ვის შემოაქვს, ანუ ვიც ენებს ფლობს და ვისაც შეუძლია ამის იმპორტი, იმას შემოაქვს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გვაქვს მიმართულება, ანუ მდგომარეობა უფრო სწორად, როცა ძალიან ცოტა ისტორიკოსმა იცის ძალიან ცოტა უცხოური ენა. ასევე ძალიან პრობლემური არის საქართველოს ისტორიის შესახებ ინგლისურენოვანი და უცხოენოვანი წიგნები, აი ერთ თაროს ვერ გააავსებ ასეთი წიგნებით, ერთი წიგნების თაროს და აქედან ნახევარ შენ დაწერილი არის. ხო? და აი ამ პრობლემის აღმოსაფრულად მე და შენ ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავხსენით თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, სადაც სწავლების ნახევარი არის ინგლისურ ენაზე, საკითხავი ლიტერატურა ბევრი არის ინგლისურ ენაზე და ჩვენ ვითხოვთ სტუდენტებისგან, რომ მათ შეძლონ ინგლისურად მუშაობა. ანუ როგორც წერა, ასევე კითხვა და ანუ სონრის როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი, ხო? მაგრამ ეს არის ძალიან პატარა პროგრამა. ძალიან პატარა პროგრამა არის. აი შენ თვალწინ როგორ ვითარდებოდა ქართული ისტორიოგრაფია, აი ქართველების საკუთარ ისტორიას როგორ უყურებთ? დადებითად იმ ხრივ, რომ მე ვადარებ ყოველთვის დღევანდელ სიტუაციას წავსულთან. როცა მე დავიწყე მუშაობა აქ, ან 90-იანი წლების დროს, ან 2000-იანი წლების დროს, პირველი 10 წელი, ხო? როცა ისტორიოგრაფია საქართველოს ისტორიაზე მკვდარი იყო. ნუ იყო რაღაცები, მაგრამ ძირითადად სტარი სპერო იყო. მე მყავდა რამდენიმე კაცი მეცნიერი საქართველოში, რომელიც შემეძლო საუბარი პირველი რესპუბლიკის შესახებ, ალექსანდრე ბენდიანიაშვილი მაგალითად, სუგელაძესთან, აკაკი სუგელაძესთან და ნუ სხვები. რა ქვია?
სიდომონიძესთან. უშანგი სიდომონიძესთან, რომელიც დააფანტემრეს, იმიტომ დაწერა რაცა საბჭოთა დროს უშანგი სიდამონიძემ დაწერა კვლევა, რომელიც აშუქებდა პირველი რესპუბლიკის ისტორიას. და არა ბოლშევიკური პრიზმიდან. აი ასე. და მე მგონი ცოტა ხნით იყო ციხეში როგორც მასო. ანუ დაგმეს და მოკლედ ბოდიშები ახდევინეს და მასთან მქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მაგრამ ყოველთვის გრძნობდით თავს რა თქმა უნდა დაჩაგრულები, თუმცა ეს ისტორია არ იყო თქვათ მიღებული და თანაც ქართველებმა თვითონ არ იცოდნენ ამ ისტორიას. პირველ რესპუბლიკის დაინტერესებულები არ იყვნენ, იმიტომ ეს იყო დაკარგული და არაფერი არ იცოდნენ. დღევანდელი სიტუაცია სულ სხვა არის და ამიტომ დადებითად ვუყურებ ამ საქმეს. არის თქვათ უფრო ძველი თაობის მეცნიერები, როგორც მალხაზ ნაცაბერიძე, მაგალითად, რომელიც სწავლობს ამ პერიოდს, განსაკუთრებით პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას. დიმიტრი შველიძე, ოთარ ჯანელიძე. ხო, ძალიან ბევრი არიან, ძალიან ბევრი არ, ცოტანი ალბათ, მაგრამ მაინც მათთან ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მაგრამ ახლა არის შენ ჩემთაობა. დიმიტრი სილაკაძე, გიორგი ასუმეძე, ბევრი არა ალბათ, მაგრამ შენი თაობა ძალიან კარგი და ნიშნულოვანი წვლილი შემოიტანეთ ამ ისტორიოგრაფიაში. და ძალიან მადლობელი ვარ მე განსაკუთრებით, იმიტომ მე აი როგორც შენიცი როცა მე დავწერე ჩემი წიგნი პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომელიც გამოდის შემდეგ წელს, მე მივიღე ფიდბექი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიდბექი შენგან, დიმიტრისგან და გიორგისგან და ყველასგან და ძალიან მადლობელი ვარ. იმიტომ დაცმუნებული ვარ, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი და თქვენს მიერ არის შესწორებული. და ამიტომ მე ახლა როცა ვუყურებ ისტორიოგრაფიას, განსაკუთრებით პირველი რესპუბლიკის შესახებ, კარგად ვუყურებ ამ საქმეს. უბრალოდ ვღელავ რატომ? იმიტომ არ ვიცი რა მოხდება ახლა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. მთავრობა ძალიან წინააღმდეგი არის. და ესე იგი ალბათ დაიწყებს ისევ დაჩაგრას ინტელექტუალური თავისუფლების. ხო და ეს არის ძალიან მეშინია. შენი თაობა იმედი მაქვს, რომ დარჩება საქართველოში, მაგრამ სრულად მესმის თუ ახალგაზრდა წავა. საზღვარგარეთ რომ გაგზელონ თავიანთი საქმე იქ ვიდრე აქ. გაჩნია სიტუაცია, მაგრამ ჯერჯერობით მეშინია რომ ეს პროგრესი რაც გვაქვს ახლა გაქრება. სამწუხაროდ. სტივენ, ისტორიკოსებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ისტორიკოსებს. და მათი მუშაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რა. როცა აშუქებთ წასულს წასულიდან გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. და უნდა დაიმახსოვრე და ნახო მთავრობა როგორ იყენებს ისტორიას და სინამდვილეში როგორ იყო ისტორია, ვიდრე თქვათ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ოფიციალური ვერსია. ხო. საბოლოო ჯამში ობიექტური და პირუთვნელი ისტორიკოსი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოსამართლე და მსაჯული, ვიდრე ლევან მურუსიძე, ან ეს სასამართლოების მიერ სასამართლო კლანი შეიძლება იყოს და ამიტომ გაუმარჯოს ისტორიკოსებს სოფლიოში და საქართველოში. და გაუმარჯოს ყველა მეცნიერს საქართველოში. იმიტომ ახლა ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რადგან ამ სიტუაციაში ეს მეცნიერება არის
სიმართლის გაშუქება და ამიტომ ძალიან ვაფასებ და ძალიან ვღელავ. სტივენ, ბოლოსკენ მინდა ესეთი თემა შევეხოთ და გკითხო. ხა 1999 წელს გადახვედი ამერიკაში საცხოვრებლად. უკვე ამერიკის მოქალაქე ხარ დიდი ხანია. 99 წლიდან ვიდრე 2023 წლამდე თუ არ ვცდები ასწავლიდი Mount Holyoke-ის კოლეჯში და 2023 წლის 22 წლიდან ფაქტობრივად უკვე იყავი Harvard-ის უნივერსიტეტში. აი ხლა დღეს ვკითხულობდი და ვეცნობოდი ინფორმაციას, რომ Harvard-სა და ტრამპს შორის არის ომი. და აი ხლა ზაფხულში Harvard-ის ქართული პროგრამა უნდა ჩამოსულიყო საქართველოში კონფერენციისთვის და ვეღარ ჩამოდიან, იმიტომ რომ ამერიკის მთავრობამ Harvard-ს გაუწყვიტა დაფინანსება. აპირებს სხვა უნივერსიტეტების დამორჩილებას. ამერიკის, როგორც ვთქვით, ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობაზე. იმედი აქამდე საქმე არ მივა, მაგრამ უკვე ლაპარაკის კი ძალიან საშიში და არასწორი თემა არის. ამერიკა ლაპარაკობს, რომ უკრაინიდან გავიდეს საერთოდ უკრაინის რუსეთ-უკრაინის ომიდან. იცი რა არის, მე მახსენდება 2016 წელს მაშინ ბავშვი შემეძინა და შენ იყავ ჩემთან სტუმრად. 2016 წლის ბოლო არის და ესეთი რაღაცა მითხარი, რომ მე უმეშინიაო, რომ 1920-იანი 30-იანი წლები ბრუნდება, სადაც აგრესია და ტოტალიტარული იდეოლოგიები შეიძლება აღორძინდნენო. მაშინ მე ეს ვერ გავიგე, რას გულისხმობდი, ვერ დაგეთანხმე, მაგრამ დღეს ეს გლობალური პოპულიზმის სახით, ხო, თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ნეორეალიზმი ბრუნდება, აი ამ მასასთან, მოსახლეობის მასასთან ურთიერთობაში პოპულიზმი და ასე რომ თქვათ, შეიძლება ამას არალიბერალური, illiberal democracy, არალიბერალური დემოკრატიაც უწოდოთ, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებებს, ინტელექტუალურ თავისუფლებას, ზოგადად განათლებულ ადამიანებს, ხო? სად მივდივართ, რა ხდება? და ნუ ამერიკაში რა მდგომარეობა არის? ძალიან საინტერესო პერიოდი ახლა ჩვენ ისტორიაში, რა თქმა უნდა, და საკმაოდ თქივნეული პერიოდი, იმიტომ აი როგორც შენ ამბობ, ეს პერიოდი 30-იანი წლების პერიოდი ჩემი აზრით განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ბრუნდება. და რატომ? ნუ არის მთელი საუბარი ამის შესახებ, რატომ ბრუნდება ეს პოპულიზმი, ხო? ეს არის გლობალური მოვლენა და არ მხოლოდ თქვათ ამერიკაში და საქართველოში, ეს არის გლობალური. და ჩვენ გვიქრეს, იმიტომ ევროპაშიც არის ეს პრობლემა. და ახლა ამერიკაში, ხო, ტრამპის პრეზიდენტების დროს და ეს გვაჩვენებს, მე მგონი, რომ დემოკრატია ყოველთვის უსაფრთხოში არის. ხო, გარანტირებული არ არის დემოკრატია. საფრთხეშია. ხო. გარანტირებული არ არის. და ჩვენ აქამდე ვფიქრობდი, რომ დემოკრატია განსაკუთრებით სუსტი იყო ახალ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ყოფილ ქვეყნებში, აი როგორც საქართველოს, სასამხეთი, უკრაინა და ასე შემდეგ, ხო? ბალტიისპირეთი გამონაკლისი იყო. ხო და ახლა ჩანს, რომ იგივე პრობლემები არსებობენ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ევროპაში და ამერიკაში. და ჩვენ გვჭირდებათ ახსნა ამისი, რატომ ხდება ასეთ ქვეყნებში, როგორც ამერიკაში, ხო? მე მაქვს ჩემი მასწავლებლები ამის შესახებ, რატომ ხდება. ეს არის დაკავშირებული ალბათ ეკონომიკურ პრობლემებთან, დაკავშირებული არის იმიგრაციასთან, გლობალური მოვლენებთან, ხო? და თანაც თვითონ დემოკრატიული პარტიის
failure ქართულად სისუსტე მარცხი სისუსტე მარცხი ხო ესეც მიზეზია არის ასეთი წიგნი ახლა გამოცემული ახლა არა 3-4 წლის წინ იყო გამოცემული Stephen Levitsky's მიერ How Democracies Die როგორ კვდებიან დემოკრატიები როგორ კვდებიან დემოკრატები და მისი ფოკუსი იყო ამერიკა ძალიან საინტერესო წიგნი იმიტომ გვეუბნება რომ ეს დემოკრატიის სიკვდილი ნელ-ნელა ხდება არის რაღაც პატარა ცვლილებები სისტემაში რომელიც მე ვითარდება და ბოლოს ახალ მდგომარეობაში ხარ რომელიც ავტორიტეტულია ავტორიტარული და ახლა ტრამპმა დაიწყო შეტევა უნივერსიტეტებში ჰარვარდში განსაკუთრებით იმიტომ ჰარვარდი არის ყველაზე დიდარი უნივერსიტეტი 59 მილიონი დოლარი აქვს თავის ბილიონი ხო და უკვე ტრამპ სტილობს რომ აკონტროლოს ეს უნივერსიტეტის ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება და ჩვენი უფლება როგორც მეცნიერები რომ თქვათ რაც გვინდა რაც საჭიროა თანაც ხო იმიტომ ყოველთვის და ეს არის პრობლემა ტრამპისთვის ახლა ტრამპის გარშემო არის yes man კაცები რომელიც მხოლოდ ეთანხმებიან პრეზიდენტს როცა ამბობს რამეს არავით არის წინააღმდეგობა ან სხვა აზრი არ არსებობს ახლა ტრამპის ირგვლივ ეს არის ძალიან საშიშია ტრამპისთვისაც იმიტომ აუცილებლად შეცდომას დაუშვებს როცა არ არის თქვათ ნამდვილი დებატი პოლიტიკაზე ხო იქნება კორუფცია იქნება დიდი შეცდომები სკანდალები ჩვენ უკვე მაგას ხედავთ რა და ამიტომ ბოლოს სიტყვა ალბათ მე გეტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მეშინია რა ხდება ახლა მაინც იმედით ვარ იმიტომ იმდენი წინააღმდეგობები არის ტრამპის პოლიტიკაში რომელიც ბოლოს იქნება რაღაცა პრობლემები მისთვის და მისი პოლიტიკისთვის იმიტომ აი მისი პოლიტიკა ახლა მავნებელია თავის ხალხისთვის აი ამის ამორჩევლისთვისაც მის ამორჩევლსაც აზარალებს აზარალებს და ამიტომ მე მგონი ეს ნუ და თანაც გაიცად იქნება არჩევნები იმედი მაქვს რომ მაინც გვექნება ერთი პალატა House of Representatives-ში სადაც იქნება დემოკრატიული პარტიის უმრავლესობა რომელიც შეძლებს გააკონტროლოს და მე მგონი სტივენ ანუ ეს დემოკრატია როგორ ყვება დემოკრატია ანუ დემოკრატიის ნელ-ნელა სიკვდილი საქართველოში ეს ანუ 2012-ში რომ მოვიდა ქართულებს 12-13-ში ძალიან შორს იყო იმ სახისგან რა სახეს დღეს აქვს ანუ ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ მიზანი 2012-ში ჰქონდა რაც დღეს არის ამაზე შეიძლება ვიკამათოთ მაგრამ ის რომ თქვა დღევანდელი რაღაც სრულად ავტორიტარული დიქტატურისკენ მიმავალი მდგომარეობა 2012 და 13 წლებში ნამდვილად არ ყოფილა თუმცა აი ნელ-ნელა მივედით აქამდე და მე მგონი ამ საერთაშორისო ტრენდი რაც არის ტრენდი საერთაშორისო ამ გლობალური პოპულიზმის აი ტრამპი არის ორბანი ვუჩიჩი ვინც არიან ეს სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტარი პოპულისტი ლიდერები აი ამ ტრენდს რაღაცა მიემაგრა ქართული ოცნება და თან ვთქვათ ჩtildeოეთიდან ასე რომ ვთქვათ დალოცვით არა და რატომ აქვს იმდენი გამბედაობა ახლა ქართულ ოცნებას
ნაწილობრივ იმის გამო რა ხდება ახლა ამერიკაში. თუ ფიქრობენ რომ იგივე თქვათ პოლიტიკა აქვთ როგორც ტრამპი და ხო, ნუ ეხლა სიტუაცია ესეთი რაღაც რაც ესენი საქართველოში აკეთებენ რომ გაკეთებინა 20 წლის წინ იქნებოდა სერიოზული კრიტიკა იქნებოდა ამერიკის მხრიდან, ძალიან სერიოზული, მაგრამ დღეს როგორ შეიძლება თქოთ ამერიკამ გააკრიტიკოს საქართველოს ან თუნდაც ევროკავშირისგან სერიოზული ნაბიჯები წამოვიდეს, როცა ევროპის შიგნით და ამერიკის შიგნით არის ანალოგიური პრობლემები და ეს ძალიან ართულებს საქმეს. ხო, ნუ ძალიან გამოწვევებით სავსე ისტორიაში ვცხოვრობთ და მოდი ერთიც დავასხათ და ვთქვათ დამშვიდობებისას თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაუმარჯოს. მე ერთ-ერთ გამოცემას ვეც ინტერვიუს რაღაცა ვთქვი, რომ ჩვენ ხომ მოგწონს ისტორიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ამბროსი ხელაია, გიორგი კვინიტაძე, გიორგი ანწუხელიძე და ადამიანები, რომლებმაც წინააღმდეგობა გასწიეს, ხო? და ეს მხოლოდ ისტორია კი არ არის და სადმე დაწერილი კი არ არის, მხოლოდ ამას რეალურად მოხდა. ადამიანების რეალური ბიოგრაფია არის ეს. და თუ ჩვენ ისტორიაში მოგწონს ისინი, ახლა ამ ისტორიაში ჩვენ ცხოვრობთ. ანუ ის გამოცდები, რაც მათ გაიარეს, ახლა ჩვენ გვიდგება. და თუ გვინდა რომ ჩვენ შვილიშვილებსაც მოვეწონოთ ისტორიაში, ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ისინი იქცეოდნენ, ვისაც რა შეგვიძლია. ყველა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ვისაც რა როგორ შეგვიძლია, ეს იქნება გადაცემაში, უნივერსიტეტში, თქვა თავისუფლებისთვის ბრძოლის სხვადასხვა არენაზე და ასე შემდეგ. მოკლედ თავისუფლების მოყარე ხალხს გაუმარჯოს. და სწორი ხარ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი შვილებისთვის. მომავალი, იმიტომ მათი მომავალი. გაუმარჯოს.